კარგი. ბატონო, დავიწყოთ. პირველ რიგში ძალიან დიდი მადლობა რომ მოგბრძანდით. მგონია რომ უნდა ვისაუბროთ ამ თემაზე და ასეთ თემებზე აუცილებლად და მამო, თუ შეიძლება რომ დავიწყოთ თქვენგან ზოგადად კითხვა და ხო რა არის ნათლისღება აი აქედან რომ რა საიდუმლოებაა და რა მნიშვნელობა უპირველეს ყოვლისა მეც მადლობას გადაგიხდით მოწვევისთვის მივესალმები თქვენს ძვირფას მაყურებელს და ნათლისღების შესახებ რაც შეიძლება ითქვას ალბათ უნდა ვთქვათ უპირველეს ყოვლისა როგორ ქვია ამას ლიტურგიკულ ესე იგი მოსახსენებელი როგორი არის ამ დღესასწაულისა ამ დღეს ქვია განცხადება ანუ რაღაცის გამოცხადება, რაღაც გაცხადდა ჩვენთან და ძალიან მოკლედ ვიტყვი რომ არ დავამძიმო ეხლა რაღაცნაირად ჩემი ამ ტერმინოლოგიებით დღევანდელი თქვენი ეთერი და გეტყვით რომ ეს გამოცხადება არის ყოვლადწმინდა სამების გამოცხადება, იმიტომ რომ ძე იხილეს რომელიც ინათლებოდა იოანე ნათლისმცემლის მიერ, სულიწმინდა გარდამომავალი მტრედის სახით და ხმაზეციდან. ანუ სამპიროვანი ღმერთის, ერთი ღმერთის გამოცხადება მოხდა. თუმცა კი აქვე კითხვა უნდა დაისვას რომ თუ კი ღმერთი იყო, ღმერთკაცი იყო ამ შემთხვევაში რაში სჭირდებოდა მას ეს ნათლობა და ეს კითხვა ვფიქრობ ამ კითხვაზე პასუხის გაცემა ძალიან ბევრ ამას მოგცემს და ძალიან ბევრ ამას გვასწავლის, იმიტომ რომ მას არც განკაცება არ სჭირდებოდა და არც ბევრი რამ არ სჭირდებოდა, მაგრამ ეს ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ ეს ჩვენ გვჭირდებოდა. ისე შეიყვარა მან ადამიანი რომ ეს ყველაფერი გააკეთა. ანუ წყალში ჩასვლით მას კი არ სჭირდებოდა ნათლისღება. წყალში ჩასვლით ის წყალი განიწმინდა, რომელიც წყლითაც მერე ჩვენ უნდა მოვინათლოთ. ამიტომ ყველა ნათლობის დროს ასე იკურთხება ეს წყალი, როგორც იორდანის წყალი, რომელთანაც ქრისტე არის შემხებლობაში და აი ეს ქრისტესთან შემხებლობაში წყალი გწმენთ შენ. ამიტომაც ეს გამოცხადება, რომელიც სიტყვითაც დავიწყე, რომ ამ დღესასწაულს ქვია არის ძალიან მნიშვნელოვანი რომ ჩვენთვის რა გაცხადდა რომ აი ყოვლადწმინდა სამება გაცხადდა და რა აი რა შეიძლება ამითი მე ან ვისწავლო ან ცხოვრებაში როგორი ნაბიჯები უნდა გადავდგა მომავალში როგორ ვიცხოვრო თუ კი ეს გამოცხადება ჩემთვისაც ნამდვილი გამოცხადებაა და ნათლისღების დღესასწაულზე თქვათ რა როგორ უნდა ვუყურებდე ამ ყოველივეს უნდა ვუყურებდე ასე პირველ რიგში რომ მას რომ არ სჭირდებოდა და ეს გააკეთა თუნდაც ის რომ წყალი განწმინდა პირველ რიგში ის უნდა ვთქვათ რომ მას არ სჭირდებოდა და განკაცდა და მოგცა ადამიანობის მაგალითი. მან შეიყვარა კაცობრიობა და შეიყვარა ვიღაცა მართალი რო იყო და იმიტომ და ვიღაცა მტყვანი რო იყო არ შეიყვარა ასე არა. მას უყვარს ადამიანი ისეთი როგორიც არის. ამიტომაც თუ კი გამოცხადებაზე ვილაპარაკებ ჩვენთვის უნდა იყოს ამ გამოცხადების საფუძველი ის რომ შევცვალოთ ჩვენი ცხოვრება აქეთკენ რომ ადამიანი უნდა გვიყვარდეს ისეთი როგორიც ის არის და აი ამ გამოცხადებით უნდა დავიწყოთ მოკლედ ამ დღესასწაულის აღნიშვნა. მე ვფიქრობ ეს ყველაზე მნიშვნელოვანი იქნება და სხვა პრაქტიკულ რჩევებს მე კიდე ნათლებასთან დაკავშირებით სულ მე რომ არ ვილაპარაკო. რეალურ ცხოვრებაში ძალიან ბევრი ტრადიცია ახლავს ამ დღეს. აი ნათლია ნათლულების ურთიერთობა, წესები, შეიძლება უბრალოდ მოგონილი წესები ან გასაკუთრებული ხია ხო რაც ვიცით. აი ამ საკითხზე როგორ ნათლულმა უნდა მოგილოცოს ნათლულმა უნდა მოგილოცოს კი და ასე შემდეგ ნუ რაღაცა წესები ვიცით რომ გვაქვს ჩვენი სტუმრების გამოცდილება მინდა ამ შემთხვევაში რომ გაგვიზიარონ ჩვენ მე მგონია რომ ერთი კარგი კითხვა მომწიფდება რა თქმა უნდა თავისთავად გიგოთ ეხლა რამდენი კითხვა გვაქვს თქვენთან მამაკაცაბე საიდან დავიწყო არც ვიცი ეხლა აი გიორგი უფროსი თაობის შემხელა იყო ხო დასახში ადამიანი მონათლა ესეც მაინტერესებს კარგია რომ ბავშვი დაიბადა თუ არა ნათლავდა არ ვეკითხებით მას უნდა ქრისტიანი იყოს თუ არა თუ ჯობია რომ ანას ასაკში ჩამოყალიბებულმა ადამიანმა მიიღოს გადაწყვეტილება და თვითონ ანას ასაკში ჩამოყალიბებული არა ანუ ნუ მოდით ჩემ ასაკში მაშინ მოდით ვთქვათ პირველ რიგში ასე რომ ნათლიობა საერთოდ რა საჭიროა ხო თუ კი ზრდასრული ადამიანი და მან შეგნებულად გადაწყვიტა რომ გახდეს მართლმადიდებელი ქრისტიანი ნათლია რაღაცში სჭირდება. აღარაფერში აღარ სჭირდება პირდაპირ გეტყვით, უნდა მივიდეს ეკლესიაში, ნახოს მოძღვარი, მოინათლოს და დაიწყოს ამოძღვართან ურთიერთობა, ვისაც შეარჩევს, რომ თქვათ მისი სულიერი მამა შეიძლება იყოს. არანაირად მას აღარ სჭირდება ნათლი. ნათლია სჭირდება ჩვილს. ბატონო? ნათლის გარეშე შეიძლება მოინათლოს. რა თქმა უნდა, მღვდელი ნათლიათ ითვლება ყველა ნათლობის დროს. იმიტომ რომ მე რამდენ ნათლობასაც აღვასრულებ, ჩათვალეთ რომ ერთ-ერთი ნათლიანი ვარ. იმიტომ რომ შემსრულებელი ვარ ამ
ისა საიდუმლოს. აქედან გამომდინარე დასრულ ადამიანს შეიძლება ეს არ სჭირდებოდეს. ჩვენ ნათლი აქვს ჭირდება ჩვილისთვის. ხო. რატო უნათლავთ ჩვილს? ეს კითხვაც ხო ისმება, იმიტომ რომ ჩვენ ხო არ ვართმევთ მას რაღაცა თავისუფლებას იქნება და არ უნდა მას მართლმადიდებლობა. არ ვართმევთ მას თავისუფლებას, იმიტომ რომ გაიზრდება ბორკილები კი არადევს. თუ არ მოუნდება, რა თქმა უნდა, სადაც მოუნდება იქ წავა, მაგრამ მე როგორც მორწმუნე მშობელი ვთქვათ, მირჩევნია მშვიდად ვიყო. რომ ჩვილობაში მოუნათლო ჩემი შვილი, იმიტომ რომ არ ვიცი ის ზრდასრულ ასაკში ვთქვათ, მიაღწევს თუ არა საერთოდ ზრდასრულ ასაკს, მერთმა დაუფაროს ყველას და მერთმა ყველა დიდხანს აცოცხლოს, მაგრამ დაზღვეული არაფრისგან არა ვართ ადამიანები. აქედან გამომდინარე, მე ნათლის არჩევა უნდა დავიწყო არა იმით, რომ ეხა თან ესეთი მოდაც შემოვიდა რაღაცა უკაცრავად, რომ ჩემმა და რომ მონათლოს გეკითხებებ, ჩემმა ბიძაშვილმა, კაცო, ბიძაშვილზე და დაზე და მამიდაშვილზე უკეთესი ვინ ყავს ნათესავად. აქ ლაპარაკია, შეარჩიო უნდა ადამიანი, რომელიც არის მორწმუნე, იმიტომ რომ თუ შენ გინდა რომ მართლმადიდებლობაში მონათლო, უნდა მართლმადიდებელი ყავდეს, მას ნათლია, რომელიც დიახ, მას აღზრდის რაღაცას მისცემს. აი ბატონმა გიორგიმ წეღან რომ კითხვა დასვა, რომ თქვათ მე რა მოვალეობა მაქვს ამ შემთხვევაში, როგორც ნათლიას, მოვალეობა სწორედ ეს არის, რომ ან უფრო სწორად რომელი შეკითხვა იცით, რომ უარის თქმის არ შეიძლება, გეტყვით რომ უარის თქმა არ შეიძლება, კი არა, დათანხმება არ შეიძლება. თუ კი არ გაქვს გაცნობიერებული ეს, იცით რას გავს? დაახლოებით ესეთ რამეს რომ შემოგთავაზონ ეხლა რომ ისაო რა ქვია, პილოტს ვერ გამოცხადდა დღეს და თქვენ რომ დაждდეთ საჭესთან თვითონ დაждდებით? რისი გამოცდილებაც არა გაქვთ იმ საქმეს როგორ მოკიდებთ ხელს, იმიტომ რომ შეიძლება ადამიანები დაიღუპონ ამის გამო, ან გემის კაპიტნობას ითავებთ, თუ კი არით გარა გაქვთ ამის გამოცდილება. მე თუ ხვდები რომ მე ის ნათლია ვერ ვიქნები, რომ სწორი განათლება მივცე სულიერი. უნდა თქვა თუ არის. აღზარდო ის უნდა თქვა შეიძლება, რა თქმა უნდა, იმიტომ რომ აი ნათლიობის დროს, როდესაც ეუბნებიან რომ ნათლია უნდა წარმოთქვას მრწამსი და ვიღაცას გონია რომ ამ დროს მრწამსი ზეპირად უნდა იცოდეს. ზეპირად იცით რა შეიძლება ადამიანმა ისწავლოს მთელი ბიბლია, მაგრამ ერთი სიტყვა ვერ გაიგოს შიგნით რა წერია. ზეპირი ცოდნა ნიშნავს იმას, რომ შენ გაშინა არსებული გაქვს ეს არა მარტო თეორიულად რომ შეგიძლია მოყვე ახლა და განმარტო თითოეული სიტყვა მრწამსისა, არამედ შენი ცხოვრების წესი არის ასეთი. ეს მრწამსი და შენი ცხოვრების წესი აბსოლუტურ თანხმობაში არიან ერთმანეთთან და ამ კრიტერიუმის მიხედვით ვარჩევ მე ნათლიას, იმიტომ რომ ჩემი შვილიც მინდა ასეთი გაიზარდოს და ამიტომაც ვირჩევ მას და თუ კი ზრდასრული ვარ, მაშინ მივდივარ უკვე და ისეთ მოძღვარს ვეძებ, რომელიც მე ასეთ რჩევას მომცემს და დარიგებას და ნათლიას აძებნელი აღარ მყავს. კი შეიძლება მაინც ვიღაცა მეგობარს თხოვო, მოდი შენ იყავი ჩემი ნათლია, რომ ჩვენი მეგობრობა რაღაც ნათესაობაში კიდე უფრო მეტად გამტკიცდეს, ესეც არ იქნება დანაშაული, მაგრამ სრული უფლება აქვს, რომ ნათლის გარეშეც მოინათლოს. კიდევ ერთი უკაცრად გაწყვეტინეთ, უბრალოდ იქ მინდა დავბრუნდე, რასაც საუბრობდით, რომ აი თქვა გამოცდილების არ ქონის გარდა. ხო შეიძლება იყოს ისეთი შემთხვევაც, რომ გთავაზობენ შვილი მოუნათლო, მაგრამ შენ რაღაცნაირად არ გაქვს მასთან ის სიახლოვე, ან არ ხარ მსად რომ ამ ოჯახს ასე დაუახლოვდე, დაუნათესავდე. აი ამ შემთხვევაში უარი უცხო ადამიანი რო გირეკავს. ხო, აი ამ შემთხვევაში იცით რა, უნდა შეგვეძლოს ძალიან ზრდილობიანი უარის თქმა ადამიანისთვის, რომ რაღაცნაირად სულიერად ვერ ტვირთულობთ ამ ყველაფერს. თუმცა კი შეიძლება იწყინოს, მაგრამ ჯობს იმან იწყინოს, ვიდრე ის რომ ამხელა პასუხისგებლობა აიღო, მაგალითად მე ვთქვა რომ მე დავჯდები ახლა საჭესთან მეთქი და ესე იგი თვითფრინავი აფრენის მაგივრად ჩამოვარდა. მე საყუდურები წყვარი მამა, რომ ნათლია ხარ და ამდენი ხანი არ გამოჩენი და ბავშვი აგიდახი. ამიტომ თუ ამ პასუხისგებლობას არაცნობიერებ ადამიანი როგორც ნათლია, არავითარ შემთხვევაში არ უნდა დათანხმდე. თუ კი ამ პასუხისგებლობას იტვირთებ, მაშინ აღარ უნდა გაექცე ამ პასუხისგებლობას და კეთილი უნდა ინებო და შეინარჩუნო ურთიერთობა არა 19 იანვარს რომ დაგირეკოს და დაურეკო, არამედ ფაქტიურად ყოველდღიურად. ყოველ კვირეულად თუ კი შენ დადიხარ ტაძარში და ხარ ესეთი მოწესრიგებული ქრისტიანი ადამიანი, ის შენი ნათლულიც უნდა აკონტროლებდე დადის, არ დადის, მოძღვართან კონტაქტობს, არ კონტაქტობს, რაღაც კითხვები აქვს, ამ პასუხებს ეძებს. აი ეს ყველაფერი შენი პირდაპირი მოვალეობა, რა თქმა უნდა, მშობლებთან ერთად. მაგრამ ამის გარეშე ჩათვალეთ, რომ თქვენ ესე იგი დათანხმდით გემის კაპიტნობას და არასრულებთ თქვენს მოვალეობას. უნდა გქონდეს ნათლიასთან ამაზე სწორად და არა თქვათ მაგალითად ნათლია შერჩეული რაღაც სიმდიდრის გამო
რაღაც მხოლოდ დანათესაობის გამო და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. ამაზეა საუბარი. ამაზეა საუბარი, რომ აი ფორმალურობას თქვენ წეგან ახსენეთ ეს სიტყვა და არ შეიძლება ფორმალური იყოს ეს ხარი, რომ ჩვენ რიტუალისთვის მივდიოთ, რიტუალი არ ქვია ჯერ ერთი ნათლობა, საიდუმლოება ქვია ეკლესიაში და სიტყვა რიტუალი მასთან მიმართებაში არ გამოიყენება, მაგრამ თუ კი ადამიანი ამ კუთხით მართლა რიტუალისთვის მიდის, რომ აღასრულა ნათლობა და ამით მორჩა დამთავრდა. ანუ ნათლობით უნდა იწყებოდეს ეკლესიასთან ურთიერთობა და პირიქით ამთავრებს ეკლესიასთან ურთიერთობა. მივიდა მოინათლა და მორჩა იმის მერე კარს აღარ შეაღებს თუ რაღაცა ესეთი არ დასჭირდა მერე მსგავსი თქვა. მორიგი რიტუალი უკაცრავად რაღაცა. ფათაშორის ერთი რაღაც საკითხია კიდე ესეც ბოლოს წამოვიდა ეს ტენდენცია მამაო. რომ აი მაგალითად თუ არიან მაგალითად მეგობრები ვართ ჩვენ ხო? და წამოვიდა რომ მოდი რა ახლა აი მის შვილს მოვანათლოთ, იმიტომ რომ ის მაინც ბავშვის ხელაა და აი რომ გაიზრდებიან ასაკი ერთია რა და აი რომ გაიზრდებიან იმეგობრები შეიძლება. ხო აი ეს როგორ არის? არ შეიძლება არასრულწლოვანი დადგეს ნათლიად, იმიტომ რომ არასრულწლოვანს როგორ მოვთხოვოთ იმ რწამსის შემეცნება. მას უნდა კონდეს დიახ ეს უნდა იყოს გაცნობიერებული კაცი უნდა იყოს რომელსაც ესმის ეს ყველაფერი ძალიან გათავისებული აქვს წეგან უკვე ვთქვი და აღარ გავიმეორებდო შინაგანად მისი ცხოვრების წესი უნდა შეესაბამებოდეს ან არასრულწლოვანი რომელსაც არ მიუღწევია ჯერ ამასაკისთვის ახსარებას თვითონ ვერ ამბობს რაღაც ის დააყენო ნათლიად გამოდის რომ ჩვენ ფორმალურად ვასრულებთ რაღაცა მაგრამ ეკლესია თვითონ ამის უფლებას იძლევა რომ აი მაგათად არასრულწლოვანი იყოს ნათლია არა არა ხო არ გიქნა მაგას ვამბობ რომ არასრულწლოვანი რომ იყოს ნათლიად არ ვაყენებთ არასრულწლოვანს ნათლიად მაგას ვამბობ არა მე მაგალითი ვიცი ნამდვილად რომ არასრულწლოვანი იცით რა რაღაცა შეიძლება მოხდა მსგავსი მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას რომ ეს წესია შეიძლება რაღაცა გამონაკლისი იყოს მაგრამ გამონაკლისი სწორედ წესს ადასტურებს მოგეხსენება ასეთი თქმულებები ჩვენ ძალიან მაგალითისთვის რომ ამბობენ რომ 9 თაობაზე გადადის და რომ ამბობენ რომ ახლა ესე იგი იმის მამიდაშვილი და ბიძაშვილი და დეიდაშვილი ესენიც მითებია სულ ყველაფერი უნდა გითხრათ და უნდა ხალხმა კარგად იცოდეს ამის შესახებაც როგორ მიმდინარეობს ნათლი მირონობის ნათესაობა თუნდაც ამასაც გეტყვით ორიოდე სიტყვით რომ აი მაგალითისთვის მე თუ მოუნათლე ანის ბავშვი დიახ ნათლობა მე ჩავატარე ნამდვილად ჩვენი ნათესაობა აღმავალი არ არის ანუ ჩემი მშობლები არ ნათესავდებიან თქვა ანისთან და არც ანის დედმამიშვილები არ ნათესავდებიან ჩემთან ნათესავები ვართ მე და თინა ვთქვა პატარა და ნუ ანი ბუნებრივია და ესე მიდის ჩემი შვილი და თინას შვილი და ესე ითვლება ეს ამბავი და დედმამიშვილობაში არ იხედება. არც ანის დედმამიშვილები არ არიან ჩემი ნათესავები, არც ჩემი დედმამიშვილები მისი ნათესავები. ხო და მით უმეტეს უფრო გარე ბიძაშვილობაზე. ეს ის რა არის, მამაო, კიდე ძალიან საინტერესოა ეს. ნათლიობის დაბრუნება არ შეიძლება. ესეც მითია. ესეც ანუ მე თუ მოუნათლე ვთქვათ ის და იმან რომ მონათლოს მე რეჩა, ესო მირონის დაბრუნება არის, ეს არის ხალხური ზღაპარი, მინდა გითხრათ და ასეთი რამ არ არსებობს. იმიტომ რომ შეიძლება მსგავსი რამ მოხდეს, რომ ვთქვათ რაღაც აუცილებლობის გამო ვთქვათ ანი დადგეს მე აქეთ ვთქვათ ჩემი შვილის ნათლიად. პირობითად ვამბობ რა თქმა უნდა. საინტერესო იმდენი კითხვა მიტრიალებს თავში რომელი ერთი დავსვა აღარ ვიცი. აი ნათლიების სიმრავლეზეც მაინტერესებს ეს რა თქმა მე მესმის ახლა პოეტს შეიცვალა და დიახ სინოდმა მიიღო ეს დადგენილება იმიტომ რომ უკაცრავად ცოტა გაშარჟებული იყო თითქოს ეს საკითხი რომ მოვიდოდა ადამიანი 11 ნათლია მინდა ბავშვისთვის. ხო აი ეს მინდა და არასერიოზული ამბავი იმიტომ რომ სინამდვილეში ნათლია ერთია. ხო, ეს ასეა. ხო. კიდე ტრადიციებზე ვიკითხავ რა. მე მგონია რომ ესეც ცოტა მითებთან შეიძლება იყოს კავშირი ამ შემთხვევაში, მაგრამ აი მამლის ხო, ძალიან დიდი ბოდიში რო გაწყვეტნე, უბრალოდ მინდა რომ აი არ დაგავიწყდეს გეხვეწება. არ დამავიწყდება იმდენი კითხვა მაქვს, რომ ეგ არ დამავიწყდება. კონკრეტულად თუ შეიძლება რომ სინამდვილეში არის ერთი გასაგები საიდანაც, მაგრამ ანუ ის ერთი გამოდის მამაო ვინც მღვდელი ვინც მონათლა? არა, მღვდელი ყველა შემთხვევაში ამ ნათლობის აღმასრულებელია, რომელიც ადრე იყო მოკლედ ასეთი წესი, ძველი ეკლესიის წესი იყო, რომ ადამიანები ესე არ ინათლებოდნენ, პირდა ახლა მომინდა ნათლობა მივედი და იმ დღესვე მომნათლეს არ არის. მომზადება ხდებოდა ეკლესიაში, კათაკმეველთა ინსტიტუტი ერქვა ამას, შეიძლება ასე ითქვას, წირვაზე ვინც ესწრებით, მოისმენთ ამ სიტყვებს კათაკმეველნო განვედით, რაოდენი ეს ნიშნავდა, რომ ეს იყო მოსანათლად გამზადებული ადამიანი, რომელიც უკვე ესწრებოდა მსახურებას, რაღაცა სწავლობდა, რაღაცა საღვთისმეტყველო, რაღაცა წიგნები ქონდა მიცემული, მოძღვარი რაღაცებს უხსნიდა, მარხვებს უკვე ინახავდა და წირვის აი ამ მომენტამდე შეეძლო რომ დგარიყო და ამის შემდგომ უნდა გასულიყო. ეს რას ნიშნავდა, რომ მას უკვე ფაქტიურად მოძღვარი არჩეული ჰყავდა.
ამიტომაც, როდესაც მოდიოდა ტაძარში, ესე სპონტანურად არ ხდებოდა, რომ ეხა მამაო მოვედით დღეს და ბავშვის ნათლობა გვინდა, ასე არ იყო. მთელი პროცესებს გადიოდა და ეს სამწუხაროდ დაირღვა, ეს იმა 70 წელიანმა ნგრევამ ისეთი შედეგები მოუტანა ეკლესიას, რომ ვინმეს ნათლობის სურვილი გამოეთქვა, მოკლედ აღარ ეუბნებოდნენ ვარს თორე. ამას ძალიან დიდი მზადება უძღოდა წინ. შესაბამისად, რა კითხვაც თქვენ დასვით, იმ შემთხვევაში ეს კითხვა უკვე თავისთავად პასუხგაცემულია, იმიტომ რომ ადამიანი მოდიოდა უკვე მოძღვარი მისთვის ფაქტიურად შერჩეული იყო და ამ მოძღვართან აპირებდა ნათლობას. თუ ჩვილი მოყავდათ, მშობლებს ყავდათ უკვე შერჩეული მოძღვარი და ნათლია, რომელთანაც ეს ყველაფერი ხდებოდა და თავისთავად ეს ურთიერთობა რაღაცა ერთი ეკლესია, ერთ ოჯახში ჩათვალეთ გვარდებოდა, იმიტომ რომ ეკლესია როგორც ამ შემთხვევაში ერთი ოჯახი. ასე ხდებოდა და მე როცა გაუცხოვდა საზოგადოება, მე მინდა გითხრათ, რომ აი გურიაში, სადაც მე დავიბადე, იმ სოფლიდან უახლოესი ეკლესია ალბათ იქნებოდა ერთ 30-40 კილომეტრში, სადაც მოქმედი იყო და სადაც მღვდელი შეიძლებოდა მენახა. ამიტომ მე სკოლას რო ვამთავრებდი, პირველი მღვდელი მაშინ ვნახე, იქამდე ნანახიც არ მყავდა. ხოლო ტელევიზორში თუ რაღაცას მოვკრავდი ვინმეს თვალს, ვისაჩვენებდნენ, მაგრამ ალბათ უფრო რაღაც პატრიარქს თუ გამოაჩენდნენ დიდი იშვიათობით. და მე თვითონაც 18 წლისა ვიყავი, როდესაც მოვინათლე. შესაბამისად, არც განათლება მქონდა, არც ინფორმაცია მქონდა ამის შესახებ და ამიტომ ძნელი იყო რაღაცნაირად ეს ურთიერთობა და როგორც კი ჩამოვყალიბდი და ჩემი შეგნებით მივედი, რომ მეც მინდა რომ გადავდგა ეს ნაბიჯი ეკლესიისკენ, თქვათ აი ავარჩიე მოძღვარი ნათლია, რომელმაც მიწინამძღვრა მოძღვრისკენ გამაცნო, თვითონ ჩემი ნათლია გახდა. რაღაცა ეს ურთიერთობა მადლობა ღმერთს ჩემ შემთხვევაში ესე გრძელდება დღევანდელ დღემდე და ძალიან კარგია და მნიშვნელოვანია ეს, მაგრამ ყველას მინდა ურჩიო, რომ ფორმალობისთვის ნუ გააკეთებენ ამას და ნურც ნათლობით ნუ დაამთავრებენ ეკლესიასთან ურთიერთობას. ნათლობით უნდა დაიწყონ, რომ გამუდმებული კავშირი იყოს ადამიანსა და ღმერთს შორის. კი ბატონო. მამა, როგორც ჩანს, ძალიან დიდი ინტერესით გვიყურებს ახლა მაყურებელი და საეთეროდან მატყობინებენ ახლა ყურში, რომ შეკითხვა არის მაყურებლისგან და აბა გისმენთ, გვეკითხება, რომ შესაძლებელი არის თუ არა, მაქვს თუ არა უფლება ნათლიის დამატების ამ შემთხვევაში. დამატება რას ნიშნავს მეც რო განვიმარტო. ანუ უკვე მონათლული რო ადამიანი და კიდევ ერთი მონათლულია და კიდევ უნდა ამატებს თუ კაცო. მონათლულია, ანუ ერთი წამით პასუხი რო გავხდეთ, ანუ მონათლული ვარო, მაგრამ დამატება მინდა ნათლის, ხო? არავითარ შემთხვევაში, იმიტომ რომ მეორედ ნათლობა არის ძალიან დიდი ცოდვა. არაფრით არ შეიძლება ადამიანი მეორედ მოინათლოს. შესაბამისად, ვინც დგას ნათლია, უკვე ის არის ნათლია და ვერაფერს ვერ დამატებს. შეიძლება რა. მომხდარი იყო, ეხლა მე მგონი ერთ-ერთი რაღაც ვიდა ვიკითხოთ. აი ადამიანი შეიძლება არ იცის. ხო, აი ეს უნდა მეკითხოს. მონათლული არის თუ არა? ამ შემთხვევაში ფორმულა წარმოითქმება ასე. ну ამას ჯერ კარგი გამოკვლევა სჭირდება, უნდა მოიძიონ ადამიანები, აი განსაკუთრებულად მოხუცებულებთან მქონია შემთხვევა, არ ახსოვს არის თუ არა მონათლული და ვეძიებთ მის თანამედროვეს თუ კი ვინმეს ახსოვს რაიმე მსგავსი, თუ კი ვერ ვიპოვეთ მსგავსი მოწმე, რომელიც დაადასტურებს, რომ ეს ადამიანი ნამდვილად მონათლულია, ამ შემთხვევაში ინათლება ფორმულით, ჩვენ ასეთ ფორმულას ვამბობთ ნათლობის დროს, რომ თქვათ ნათელს იღებს მონა ან მხევალი ღვთისა სახელი და მერე სახელითა მამისა და დაცვა. ჩვენ ვამბობთ ასე. უკვე თუ არა ნათელღებულ არის. ანუ თუ არ არის ნათელღებული, ამ შემთხვევაში ნათელს იღებს მონა ან მხევალი ღვთისა. ამ შემთხვევაში ვნათლავთ ესეთი კურთხევა მოგვეცა პატრიარქისგან. სხვა შემთხვევაში, ნებისმიერ შემთხვევაში ადამიანი მეორედ მოინათლოს, ეს არის ძალიან დიდი ცოდვა, არაფრით არ შეიძლება, იმიტომ რომ მსგავსი კითხვით მოსულან ტაძარში და უთქვამთ, რომ იცით რა, ნათლიასთან ურთიერთობა არა მაქვს, ან რაღაცა მოვემდურეთ ერთმანეთს, აი ბატონმა გიორგი მახსენა და ეხლა მინდა რომ თავიდან მოვინათლო, მსგავსი რამ არაფრით არ შეიძლება. ყოფილა ისეთი შემთხვევებიც, რომ აღმოჩნდა, რომ ნათლია არ იყო თვითონ მონათლული და ისე დადგა ნათლიად. აი ამ შემთხვევაში როგორ ის მონათლულად ითვლება, უბრალოდ ნათლია აღარ არის მისი ეს ადამიანი. ანუ მონათლულად ითვლება, მისი ნათლობა თავიდან აღარ ხდება, მაგრამ ის როგორც ნათლიად აღარ აღიქმება, იმიტომ რომ მონათლობის გარჩე დარჩეს, ხო? თუ ნუ მოძღვარი ხო იყო? ნუ მოძღვარი დარჩება მარტო ნათლობა. მოძღვარი ყველა შემთხვევაში რჩება. აი საინტერესო კიდევ ერთი წესი, რომელიც ვიცით, ძალიან გავრცელებულია ჩვენში, მოხსენიება, როდესაც იხსენიებენ ნათლიას. ამ შემთხვევაში აი ეს მაინტერესებს. ფიზიკურად არ არის, არ ესწრება ნათლობის ცერემონიას, მაგრამ საინტერესოა, როცა იხსენიებენ, რა ხდება ამ შემთხვევაში. იცით რა, ამ პრაქტიკის მომხრე მართალი გითხრათ, მაინც და მაინც არ ვარ, მაგრამ ხანდახან არის რაღაცა აუცილებელი და გამოვალი მდგომარეობა, მაგრამ ასე ვეუბნები, რომ თუ
თუ შეასრულებთ ნათლიის მოვალეობას, იმ შემთხვევაში ჩაითვლებით და თუ არა და მოხსენიება ჩათვალეთ, რომ გაბატილებულია. ხო, ერთი შეკითხვა კიდე ძალიან საინტერესო. აბა, გისმენთ. აი, ჩემ დროს იყო ადრე. იცით რა, სულ მეროვლა მერიდება ქალბატონი მაკა. არა, აი, ჩვენ ყველა გისმენთ ამ შემთხვევაში დარწმუნებული ვარ, ალბათ. ასე ძახტე კახეთში ჩვენ და გამბანებელი თუ რაღაც ესე. ხო. ვინც ეს მე ასე ვთქვათ მირონს მესამე დღეს არის ხო? ძველი წესის თან. მაგრამ ეხლა აი მე მაგათად ყავდა ასეთი მეც. ხონად, მაგრამ ახლა რატომ აღარ არის ასე? დიახ, ძველი ეკლესიაში იყო ასეთი წესი, რომ ადამიანს მირონს რომ სცხებდნენ, ამისი მობანა არ ხდებოდა. და ესე უშვებდნენ სხვათა შორის ჯვრის წერის დროსაც იყო ასეთი წესი, რომ გვირგვინებს ერთი კვირის განმავლობაში, ბუნებრივია, ახლა სახლშიო წავიდოდნენ მოიხდიდნენ, მაგრამ ერთი კვირის განმავლობაში ისინი გვირგვინებით დადიოდნენ, მეფე და პატარძალი, ამიტომ ერქვათ. და ერთი კვირის განმავლობაშიც ქორწილი გრძელდებოდა, მინდა გითხრათ. ასეთი იყო ტრადიცია. ეს დავაბრუნოთ. ერთი კვირის მერე ხდებოდა ლოცვის წაკითხვა გვირგვინების მოხსნისა და ერთი კვირის მერე ხდებოდა წაკითხვა ლოცვისა მირონის მობანისა და აი ამ მირონის მობანაზე რომ ამშრალებდნენ იმათაც ეწოდებოდა განბანები. იმიტომ რომ ჩვენ ვერ ვრისკავთ ახლა ასე გვირგვინებით გავუშვათ ადამიანების სახლში. არა, კოცინებას არ გულისხმობ. და მირონ ნაცხები, იმიტომ რომ იქვე ვაშორებთ მირონს, იმიტომ რომ რაღაცნაირად გაძნელდა, ვერ გაუფრთხილდე შეიძლება ამას ადამიანი, იმიტომ რომ ეს არის ძალიან დიდი სიწმინდე, ეკლესიის უდიდესი სიწმინდე, ეს არის სულიწმინდის ბეჭედი და შესაბამისად რაღაცა მას მოფრთხილება სჭირდება და წავაჩუჭყიანი ხელებით ხო რაღაცა ან თვითონ ესე უდიერად მოიშოროს ან რაღაცა მსგავსი შეიძლება ესე მოხდეს და ამიტომაც ეს პრაქტიკა მოკლედ შეიცვალა იმით რომ ჩვენ ნათლობის დროს მირონ ჯერ ინათლება, მერე მირონცხება ხდება და შემდგომ სახარების წაკითხვის შემდგომ უკვე მირონს ვაშორებთ ადამიანს აღარ ვუწევებთ. ზეგი კიდევ ერთი შეტყობინება გვაქვს, ვეუბნები რომ სოციალურ ქსელში წერე ჩვენი გადაცემა არ არის ზოგადად ამ ფორმატის და არ ვითვალისწინებთ. გავაკეთეთ ერთი რელიგიური გადაცემა. როგორც ინტერესია საზოგადოების და ბევრი კითხვა იქნება. ძალიან ბევრი კითხვა შემოვიდა და ერთი კითხვა ახლა კიდე რომ თუკი მაქვს პასუხი სიამოვნებია. როდესაც არის არასწორად ჩატარებული ნათლობის წესი თან ვისმენ მაგალითად როცა მამაოს არ აქვს უფლება მონათლოს ადამიანი. დიახ. ჩამორთმეული თუ აქვს შეჩერებული კი. ან რაღაც ტიპის დარღვევით ასრულებს ამ ცერემონიას. ამ შემთხვევაში შეიძლება თუ არა რომ ხელმეორედ მოინათლოს ან ითვლება თუ არა ნათლობა ჩატარებულადო. აქ ჩვენ უნდა განვასხვაოთ რომ ფორმულირება იქნა თუ არა სწორად შესრულებული, იმიტომ რომ მონათლოს ერთმა ადამიანმა მეორე ადამიანი ეს შეუძლია ერისკაცსაც, ქალსაც მათ შორის, ოღონდ ექსტრემალურ სიტუაციაში. რას გულისხმობ ახლავე მოგახსენებთ. აი მაგალითად მე მომინათლავს მომაკვდავი, რომელსაც ვერ ვასწრებდი ვერანაირ წესს და ვამბობ მხოლოდ ფორმულას. იგივე ფორმულის თქმა შეუძლია ნებისმიერ ადამიანს, მათ შორის ქალსაც უკვე მოგახსენეთ და ეს ძალიან ხშირად ხდება საავადმყოფოებში და სამშობიაროებში განსაკუთრებით, როდესაც მღვდლის მოყვანას ვერ ასწრებენ, თვითონ ექიმებმა ისწავლეს ეს წესი და ნათლავენ. თქვათ, ბავშვი თუ რაღაც ან შეიძლება დასრულიც რაღაცა, თუ კი სურვილი აქვს მშობელს ამ შემთხვევაში და ან ადამიანს, რომელიც ცუდად არის. ამიტომაც თუ კი ფორმულა იქნა სწორად შესრულებული, თქვათ დაიბადა ბავშვი, რომელსაც რაღაც პრობლემები აქვს და ექიმმა მონათლა. ამ შემთხვევაში რას ვაკეთებ მე თუ კი ის გადარჩა და კარგად არის, მე ნათლობის სრულ ლოცვას ვკითხულობ გარდა ამ ფორმულისა. ამას აღარ ვიმეორებ. ამიტომაც თქვენ დასმულ შეკითხვაში შეიძლება იგივე ჟღერდეს. თუ ფორმულა იქნა სწორად შესრულებული, ჩვენ მას თავიდან აღარ ვნათლავთ, თუმცა კი შეიძლება ლოცვები წაეკითხოს თავიდან და შეიძლება მირონცხება ჩატარდეს მისთვის. მაგრამ თუ ფორმულა იქნა დარღვეული, აუცილებლად უნდა მოინათლოს. ანუ მამის, ძისა და სულიწმინდის სახელის ნაცვლად, თუ რაიმე სხვა ითქვა, ან სამი შთაფლა არ მოხდა, ყველა შემთხვევაში უნდა მოინათლოს ადამიანი თავით. შეიძლება თქვა მამაძე და სულიწმინდა, მაგრამ ერთხელ შთაფლა სამის ნაცვლად, ან არ თქვა რომელიმე გამოტოვა, ყველა შემთხვევაში ნათლობა უნდა მოხდეს თავით.
და ყველა შემთხვევაში ეს ეკლესიამ უნდა განიხილოს როგორი შემთხვევა იყო, იმიტომ რომ შეიძლება განკვეთილი მღვდელი იყოს, შეიძლება მღვდლობის უფლება არ ქონდა, შეიძლება ერისკაცი იყო. აი, გამოიძიებენ იმას ფორმულა როგორი თქვა, ვისი ხელიდან მოხდა და ამის შემდგომ ღებულობს ეკლესია გადაწყვეტილებას, მაგრამ ზოგადი პასუხი მაინც ესეთი გახლავთ. ფორმულა თუ შესრულებულია ამ შემთხვევაში ჩვენ ნათლობად თვლით ამას და მხოლოდ მირონცხებით და სხვა დარჩენილი ლოცვებით შემოვიფარგლებით. ეს ზოგადად. მადლობა, ბევრი ძალიან საინტერესო კითხვაზე გაიცადეს პასუხი. ხომე საზოგადოება ფოტოშორის ამ სოციალურ ბავშვის ნათლობის დროს, მამა, როდესაც აი შიშველ ბავშვს, ასე ვთქვათ, წყალში სვავენ, ხო? დიახ. და ხშირ შემთხვევაში გვინახავს, რომ ზოგიერთი მოძღვარი სიაკეთებს ძალიან ცოტა რა, რაღაცა ბავშვს ხო, რაღაც ტირის, ფართხალებს, რაღაც თვითონ სუნთქვას ვერ იყებს და რაღაც ბევრი წუხს ხომ მე კომენტარებში და ზოგადად აი ამ ხრი, მაგრამ მინახია მე ისეც მაგალითად რომ ასე არ ხდება ასეთ ექსტრემალურად ასე ვთქვათ ბავშვთან მოპყრობა ხო რაღაცა ესე ამოვლება და რაღაცა ხო ხო აი რანაირად როგორ არის სწორი ამ შემთხვევაში როგორ ამოვავლოთ სწორად არა უფრო სწორად იცი რა მინდა ვთქვა რომ ესეც გადამეტებული რაღაცა ხო არ არის ანუ რაღაცა იცით რა მე თუ იმ ცნობილ კადრს გულისხმობთ ნამდვილად არ იყოს ასე ამონოსაყურებელი რაღაც ესე მოხდა ნუ რაღაცა ესე მხოლოდ ერთი კადრი ხო არ არის ანუ მე არ ვიცი მე რაღაც ერთი გამახსენდა ამ წუთში და ნუ რა მნიშვნელობა აქვს მთავარი არის რომ ნათლობა შესრულდეს სწორად და ამიტომ მე მაგალითად ასე ვაკეთებ ხოლმე რომ რაღაც დაბრკოლება რო არ შეიქმნას ნათლიას ვაჭერინებ ბავშვს და მე ვასხამ პეშვით თავზე და ხო ანუ წყალში ჩასვავს ბავშვს და ნათლიას უჭირავს თქვა ესე იღლიებში მოკიდებს და ჩასვავს ბავშვი ჩასულია წყალში და მე სამგზის ეშვით დავასხავ და წარმოვთქვა აი ამ ფორმულას სატომღაც ასე ვარჩევ ხოლმე რომ ყოველგვარი უხერხულობა მოიხსნას იმიტომ რომ იქ განსაკუთრებით ბებუები ნერვიულობენ წყალი ცივი ხომ არ არის და ბავშვი ვარ დაგვიხჩობს გდელი და ამიტომ ამ ანერვიულებისგან რომ ვიხსნათ ესე იგი ოჯახის წევრები მე ასე ვარჩევ ხოლმე სრული სერიოზულობით ესე იგი წნევის აპარატებით მოდიან ფიქრობთ რომ ამ სცენას ნათლობის მერე გაციებული ბავშვი არ მეც არ მინახავს მეც ნამდვილად ასე ადამიანს და რაღაც შეიძლება ეხლა არასწორად მახსოვს, მაგრამ თითქოს ადრე მსმენია რომ შობელი არ უნდა ესწრებოდეს ნათლობას, ხო იყო რაღაცა ესეთი? შობელი არ უნდა ესწრებოდეს ნათლობას, ეს არის გავრცელებული, ესე იგი, მითი იქედან გამომდინარე, რომ 40 დღის განმავლობაში დედა არ შედის ტაძარში. და თუ მე 40 დღის ლოცვები წაკითხული აქვს, რა თქმა უნდა, დედას აბა ვინ უნდა ესწრებოდეს უკეთესი თუ არა მშობელი. ამიტომაც თუ 40 დღემდე ინათლება რაღაც ისეთი აუცილებლობაა, რომ ბავშვის ან ჯანმრთელობის რაღაც ან ოჯახმა მიიღო ესეთი გადაწყვეტილება, დედა ვერ შემოდის მხოლოდ და მხოლოდ, რადგან განწმენდის ლოცვა არ წაკითხულა, მაგრამ 40 დღის შემდგომ ჩვეულებრივად მშობლები ფათაშორის აი ესეთი ტრადიციები, აი სულ მაგას უნდა მოვიცილოთ რაღაც ჩვენმა ერმა რა რაღაც ეგეთი შემოდგანილი რაღაცები, რომ აი მაგათად ხო არის რომ ეხა არა მაქვს ეხა საშუალება მე სუფრა უნდა გავაკეთო, ხალხი უნდა ეხა ჯერ ვერ ნათლავ ბავშვს რაღაცა აი მე მაგალითად გონია რომ ეს არის აბსოლუტური ზედმეტი რაღაცეები არის რა თქმა უნდა 100 კაცის დაპატიჟება ამდენი ხარჯის გაწევა თუნდაც იმის არა თუ გიგავთ საშუალება 200 დაპატიჟეთ წინააღმდეგი არავინ არ არის უბრალოდ ამის გამო არ უნდა გადადოთ ხო არა მე ამას ვამბობ თუ გაქვს საშუალება რა თქმა უნდა რაც გინდა ესკენი ხო და მე ამ მოგონილი ტრადიციების გამო აბრალებენ ხოლმე ყოველ რაღაცებს ეკლესიაზე საბოლოო ჯამში ნამდვილი მართლმადიდებლური ეკლესია ფათაშორის ის არა კი რა ნათლიობასთან კავშირში არ არის მაგრამ ძალიან საინტერესო ამბავ შევესწარი ბოლო პერიოდში ვიყავი ერთ-ერთ ქორწილში არ ვიტყვის სად არ ეწყინოს და მოკლედ ბოლო შემოიტანეს ტორტი დია და აბა ხა ყავა ჩამორიგდა რაღაცა და ყველა ემზადება ხა ტორტი უნდა მივირთვათ რა ხოდა მოკლედ დავიდე ხალხი როდი მარტო გამოვაცხადეს რომ მოკლედ ტორტი არ იჭრებაო რა ვაი სანახავად იყო ხო სანახავად გამოიტანეს ანუ ჩვენთანო ტრადიციაა ესეთიო ჩვენს ხმაშიო რომ დილით უნდა მობძანდეთ ტორტზე საუბრზე დაგპატიჟეს რა გინდა ეხლა არა უყოდ რატო არავინ არის ანუ დილის 9 საათზე მე საღამოს კბილის ჭამა არ შეიძლება შემოსული კიდევ ერთი კითხვა არის ტელემაყურებლის კაშოს ერთი წამს დავუშვათ მგონია რომ პასუხი გაეცა თუმცა მაინც გავიმეორებ ასეთ კითხვას გვწერს
თუ მე მოვუნათლე ადამიანს შვილი, შეუძლია თუ არა მე დავსვი აქ შეკითხვა ფათაშორის. კი, მე უკვე გაგვცა. იცით რა აუცილებლობა არ არის, იმიტომ რომ თქვენ უკვე ნათესავები ხართ ძალიან ახლო, ნათლი მირონობა გაკავშირებთ, მაგრამ თუ რაღაც აუცილებლობის გამო ხდება, ეს მითია რომ თითქოს მირონის დაბრუნება ხდება. შესაძლებელია, ხო, ანუ შეგვიძლია. ჩვენი გადაცემა რაღაცა შეჯამებისკენ უნდა წავიდეს, თუმცა